მივესალმებით ჩვენს პირველ სტუმარს არჩილ გოვდულაძე გვერდდება პირდაპირ ეთერში. ძალიან დიდი მადლობა ბატონო არჩილ დატვირთული დღის მიუხედავად რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. საგამოძიებო კომისიის თემით მინდა დავიწყოთ. აგვისტოს ომთან დაკავშირებით ბევრი დეტალი გახდა დღეს ცნობილი. საკმაოდ სკანდალური იყო მიხეილ ქარელის გამოკითხვა, სადაც მან ზურაბჟვანი ახსენა, ისაუბრა მასშტაბურ ავანტიურაზე. როგორ ფიქრობთ კომისიის მუშაობის დასრულების შემდეგ, შესაძლოა თუ არა, რომ სააკაშვილს ბრალი დაუმძიმდეს? მოგესალმებით გალბატონო და პირველ რიგში მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, მადლობა ჩართვისთვის. კიდევ ერთხელ დადასტურდა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საგამოძიებო კომისიის საქმიანობა, იმ კომისიისა, რომელიც სწავლობს ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მიერ ჩადენილ ქმედებებს და სხვათა შორის ეს ქმედებები ეხლაც არ მინილებულა და პირიქით სხვა პოზიციიდან, ეგრეთ წოდებული ოპოზიციიდან და რეალურად ჩვენი ქვეყნის ოპოზიციიდან საუბრობენ ეს ადამიანები, მაგრამ რაც მთავარია, მათი სულისკვეთება, მათი მიზანი და მათი წამსი არასდროს არ შეცვლა და დარწმუნებულები ვართ, რომ როგორც მორიელი არ შეიცვლის თავის ძნეს, ისე არ შეიცვლიან ეს ადამიანები თავიანთ ზნეს და თავიანთ იმ უბინძურეს მიზნებს, რომელიც ჰქონდათ და აქვთ ეხლაც. რაც მთავარია, მაგალითად დღევანდელმა დღემ, გუშინდელმა დღემ გუშინაც არანაკლებ საინტერესო თუ შეიძლება ამ ყველაფერს საინტერესო უწოდოთ და შემზარავით კი ინფორმაცია მიეწოდა საგამოძიებო კომისიას და რა თქმა უნდა პირველ რიგში ქართულ საზოგადოებას. საზოგადოებამ იხილა როგორც გუშინ ისევე დღესაც რომ ჩვენს ქვეყანაში მოქმედებდა რეჟიმი, ის რეჟიმი, რომელიც დაკავებული იყო როგორც ქონებების ჩამორთმევით, როგორც ადამიანების ღირსებების შელახვით და არ მხოლოდ საპატიმროებში, არამედ საპატიმროების გარეთაც. ამავდროულად მათ ჩაიდინეს უდიდესი დანაშაული ჩვენი ქვეყნის წინაშე და მაგალითად დღეს ბატონმა მიხეილმა ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ არა თუ 2008 წელს, არამედ 2004 წელსაც კი ზაფხულში და ზაფხულამდე მიმდინარე პერიოდში ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და პირადად მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით ადამიანებმა განათავსეს სამხედროები, ამ განათავსა სამხედროები რეგიონში, რომელიც ეხლა ოკუპირებულია, მაშინაც სეპარატისტების მიერ იყო მართული და ამან საბოლოო ჯამში მიგვიყვანა ესკალაციამდე, რომ ჩვენ გვახსოვს, რომ საქართველოს მაშინ პოლიციის წარმომადგენლები, შესაბამისი პირები როგორ აიყვანეს ტყვედ და როგორ ჩამოატარეს ცხინვალში. გვახსოვს ეს ყველაფერი საზოგადოებას არ დაგვიწნია და ამავდროულად დასახელდა ის კიდევ და კიდევ ზურაბჟვანიას სახელი და გვარი, რომელმაც პირადი ჩართულობით უზრუნველყო, რომ კიდევ უფრო მეტად არ მოხდარიყო ესკალაცია და არ დამდგარიყო ის შედეგი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დადგა 2008 წელს. კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ეს ყველაფერი იმას, რომ ავანტიურა სამწუხაროდ მიზნად ჰქონდათ და ჩაფიქრებული ჰქონდათ ნაციონალური მოძრაობის წევრებს და მათ ბელას და მათ ლიდერს მიხეილ სააკაშვილის სახით გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე ეს 2008 წელი იყო და მე ყველას გვახსოვს კიდევ რა მოვლენები ვითარდებოდა და თავარი, კიდევ ერთი მთავარი, ახლა ეს ახალგაზრდები, რომელიც ასე ნიშნის მოგებით, ქილიკით რო საუბრობდნენ, რომ იცით მე რამდენი წელს ვიყავი 2012 წელს, ახლა ეს ადამიანები დასწრნენ, კეთილი ინებონ და მოისმინონ იმ ადამიანების შესახებ ინფორმაცია, მათი ნაამბობი, საკუთარ თავზე მონათხრობი, რომლებმაც დაკარგეს აბსოლუტურად ყველაფერი, რომელთა ღირსებას ფეხქვეშ იყო გათელილი და ასევე მოისმინონ, როგორ ავანტიურას ჩადიოდნენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, რომელიც მიმართული იყო ჩვენი ქვეყნის ინტერესების პირდაპირ საწინააღმდეგო და ეხლა ხომ მაინც აღარ იტყვიან, რომ იცით რა, მე არაფერი არ მახსოვს ამ ადამიანებს, ჩვენც არ გვახსოვს ვინ იყვნენ ნაცისტები და ფაშისტები. ჩვენც მეც დაბადებული ვარ თავისუფალ საქართველოში, დამოუკიდებელ საქართველოში და წესით და რიგით მეც არ უნდა მახსოვს კომუნისტური რეჟიმი როგორი იყო ჩვენს ქვეყანაში. და ეხლა რა გავაკეთოთ? მაგალითად მე რა ვქნა, რომ დავიწყო საუბარი, რომ საერთოდ დაბადებულიც კი არ ვიყავი კომუნისტების დროს და კომუნისტები არ არსებობდნენ. აი ამ ყველაფერს აჯერებენ სამწუხაროდ ახალგაზრდებს და ახალგაზრდებს იჯერებენ და მათ შორის ამ ყველაფერს აცხადებენ კიდევ საჯარო და სხვა თავის თანატოლებში ამ ყველაფერს
შემდეგ გავრცელებენ სხვადასხვა მესიჯებით. აი ახლა დასწნენ ეს ადამიანები მოусმენონ ამ ადამიანებს და მე კიდე თუ იტყვიან რომ არა იცით რა მე არ მახსოვს რა ხდებოდა ნაციონალური მოძრაობის დროს. ეხლა არის ყველაზე კარგი შესაძლებლობა ლუსტრაცია რეალურად ნაციონალური მოძრაობის რეჟიმისა, რომელიც ისევ და ისევ ეხლაც აგრძელებს თავის მავნებლურ საქმიანობას. საბოლოო ჯამში თქვენ კითხვას რომ არ ჩამეთვალოს რომ ბოდიში რომ გამიგზელდა და არ იფიქროთ რომ კითხვას გავეკეცი, რაც შეეხება კომისიის შედეგებს, ეს უკვე დამოკიდებული იქნება საბოლოოდ კომისიის დასკვნაზე, პარლამენტის მიერ შესაბამისად მისაღებ გადაწყვეტილებაზე და როგორც ჩვენ გვქონდა აქამდე ქართული ოცნების გუნდს განცხადებული, დაწუნებულად რომ კომისიას ანალოგიურად იმოქმედებს პარლამენტის მიერ მინიჭებული მანდატის ფარგლებში და საბოლოო ჯამში ყველა შესაბამის რელევანტურ სახელმწიფო ორგანოს გაეგზავნება შესაბამისი რეკომენდაციები, რომლებიც თავიანთი კომპეტენციით და თავიანთი კონსტიტუციური მანდატის ფარგლებში იმსჯელებენ და მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებებს. ამიტომ ეს არის კარგი პროცესი იმისა, რომ საზოგადოებამ კიდევ და კიდევ ერთხელ გაიხსენოს, ვისაც გვახსოვს და საკუთარ თავზეც რო აქვთ გადატანილი ის უბედურება, რასაც ნაცობა და ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი ქვია და ამავდროულად ახალგაზრდებსაც აქვს შესაძლებლობა რომ მიიღონ ინფორმაცია დამატებითი ბრჭყალებში თუ ეს ყველაფერი არ ქონდათ მიღებული აქამდეც. კი ბატონო, თქვენ საუბრობთ ახლა რომ კარგი პროცესია იმისთვის რომ მიიღონ ინფორმაცია და ლუსტრაცია მოხდეს აი წინა მმართველობის, მაგრამ ხაზარაძე, ჯაფარიძე არ ცხადდებიან საგამოძიებო კომისიაზე. პროკურატურამ უკვე დაიწყო ამ ფაქტის დიება. ოპოზიცია საუბრობს პოლიტიკურ დევნაზე და საუბრობენ იმას ისინი რომ კლოუნადაში მონაწილეობა არავინ არ უნდა მიიღოსო. ცოტა ხნის წინ მამუკა ხაზარაძემ გააკეთა განცხადება რომ პროკურატურიდან დამიკავშირდნენ რომ მოწმის სტატუსით უნდა მივიდეო საცირკო წარმოდგენაში რომ არ მივიღე მონაწილეობა საინტერესო ამაზე სავარაუდოდ კითხვები იქნება. რა თქმა უნდა დაკავება უნდათ მზად ვარ მაგისტრ მოსამართლესთან მივიდე. ეს არის მამუკა ხაზარაძის სიტყვები. აი რა არგუმენტებს დაუპირისპირებთ ზოგადად მათ მიერ წამოწყებულ ამ შავ PR კამპანიას ამ კომისიის საწინააღმდეგოდ? მამუკა ხაზარაძემს ურჩევდი ერთ მარტივ რამეს, რომ მოემზადოს იმ პასუხისმგებლობისთვის, რომელსაც მას კანონი ანიჭებს და დამდგარი ფაქტია, რომ იგი არ დაემორჩილა კომისიის, საგამოძიებო კომისიის კანონიერ მოთხოვნას. მე არ ვარღვევ არავითარ შემთხვევაში უდანაშაულობის პრეზუმპციას, უბრალოდ ფაქტებზე ვსაუბრობ. მას გაეგზავნა შესაბამისი მოთხოვნა საგამოძიებო კომისიის მხრიდან, რომ გამოცხადებულიყო სტომაზე და კეთილი ენება, რომ საზოგადოების წინაშე გაეცა ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხი, მაგრამ ამ ყველაფერს მან თავი აარიდა და არ გამოცხადდა. შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსში ჩვენ გვიწერია, რომ საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა ეს არის სისხლის სამართლებრივი დანაშაული და ისჯება კანონით და კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ისე ზოგადად მამუკა ხაზარაძეს და მის ძმადნაფიც ბადრი ჯაფარიძეს უკვე ჩვევაში აქვს გადასული კანონის დარღვევები. ეს როგორც წარსულში წლებს ვრცელდება, ისე მიმდინარე პერიოდში და არ დაგვაუწყდეთ, რომ ეს ადამიანი პოლიტიკაში მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ შემოვიდა, რომ კანონის წინაშე არ ეგო პასუხი და რაღაცა საფარველად და ფარად აიფარა თითქოს პოლიტიკაში ჩართულობა და პოლიტიკური აქტივობა და კანონი არის კანონი, კაცრია, მაგრამ მაინც კანონია, ეს ჩვენ არ გვითქვამს რომაელებმა თქვეს და ამ ადამიანს მოუწევთ კანონის წინაშე პასუხისმგებლობა, როგორც აქამდე მოუწევთ, როგორც მანამდე დამარცხდნენ საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის საერთაშორისო სასამართლოში, სადაც მათ მოუწიათ შესაბამისი შენატანის განხორციელებას და გადახდაც, რომელიც სასამართლომ მიიღო მის წინააღმდეგ, რომ უნდა ყოფილიყო დაგმოხებული. ზუსტად იგივე იქნება ქართულ ხალხთან, ქართულ საზოგადოებასთან და კანონთან ბრძოლაში ყველა დამარცხდება, ვისი მიზანიც იქნება, რომ როგორმე ამ ქვეყანაში კანონი და სამართლიანობა ჩამოშლილი იყოს. ეს არ გასულია არავის ამ ქვეყანაში და არც მომავალში არ გაუვა. შესაბამისად, ყველა იმ ადამიანს მოუწოდებთ კიდევ ერთხელ და შევახსენებთ და გავაფრთხილებთ, რომ საგამოძიებო კომისიის მოთხოვნებს თუ არ დაემორჩილებიან, მათ წინააღმდეგ შესაძლოა დადგეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა და მე თვითონ მაქვს ნათქვამი გუშინ, ჩვენი გუნდის არაერთ წევრსაც აქვს გაკეთებული განცხადება, რომ აი მამუკა ხაზარაძე დაიწყებს აუცილებლად საუბარს, რომ პოლიტიკური დევნა ხორციელდება მის წინააღმდეგო და ზუსტად ახდა ჩვენს მიერ ნათქვამი სიტყვები და დიდი პროგნოზი ამას არ ჭირდებოდა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამას აკეთებს ეს ადამიანი ყოველთვის. მან დაარღვია კანონი, მის ქმედებებში, მოდი დავიცვათ პრეზუმპცია და დანაშაულებრივი
შემადგენლობის ნიშნების არსებობს და ამისაც საგამოძიებო სამსახურები პროკურატურა იმოქმედებს იმ მანდატის ფარგლებში, რომელიც მას კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. სხვა ადამიანებს მოუწოდებთ, რომ დაიმორჩილონ კანონიერ მოთხოვნას საგამოძიებო კომისიისას და არ ჩაიგდონ თავი იმ საფრთხის წინაშე, ბრჭყალების საფრთხის წინაშე, რომელსაც ჰქვია სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის წინაშე დადგომა. როგორ ფიქრობთ, ბატონო არჩილ, გარე პატრონების მხრიდან როგორი რეაქცია იქნება მათ ამ დაკითხვასთან დაკავშირებით და ზოგადად რადიკალების მიმართ შეტევა, როგორც ვხედავთ, საერთაშორისო აქტორების მხრიდან ითარგმნება, რომ ეს არის ზეწოლა. გარდა ამისა, მინდა ასე ვთქვათ, გერმანიის მაგალითი მოვიყვანო, შეზღუდვები საპირისპირო შედეგით, რომელიც აზიანებს დასავლელი პარტნიორების რეპუტაციას, ასე შეაფასეთ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაწესებული შეზღუდვები. არის თუ არა ეს ერთგვარად deep state-ის კიდევ ერთი გამოვლინება ზეწოლის და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა? მე დღევანდელ განცხადებასაც შეგახსენებთ, პიტერ ფიშერი ამბობს, რომ საქართველოს დაახლოების ნაცვლად ევროკავშირს შორდება და პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება. რამდენად რელევანტურია, როგორ ფიქრობთ ეს განცხადება? რა თქმა უნდა, კითხვის ნიშანიც კი არ დგას, რომ deep state-ს თავისი ვალდებულებაც კი აქვს, რომ თავისი აგენტურა გადაარჩინოს და ეხლა რიგითი აგენტების გადასარჩენად ყველაფერს აკეთებენ ეს ადამიანები, მათ შორის ისეთ უმსგავსოებაზეც კი არიან წამსვლელები, რომ ილაპარაკონ, რომ თურმე საგამოძიებო კომისიის წინაშე წარდგომა ეს არის პოლიტიკური დევნა, თურმე კანონის მოთხოვნა და კანონისადმი დამორჩილება ის ვალდებულება, რომელიც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს და არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს, ნებისმიერ პირს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება, ვალდებულება აქვს, რომ ქართულ კანონმდებლობას დაემორჩილოს, მაგრამ ეს ადამიანები მიზანმიმართულად მიდიან კანონისა და ისევ ჩვენი საზოგადოების ქართული ხალხის ინტერესის საწინააღმდეგოდ, მათთვის არ არსებობს არავითარი ქართული რეალურად. იმიტომ რომ თავიანთი პატრონების, დავალების მიმცემების და იმ დიდი deep state-ის თუ გლობალური ომის პარტიის ერთი რიგითი აგენტები და ჯაშუშები არიან ჩვენს ქვეყანაში მოვლენილები, რომელთაც აქვს სურვილი, რომ ჩვენ ქვეყანა არ იდგეს ფეხზე, არ ჩვენს ქვეყანაში სუვერენიტეტი არ არსებობდეს და პირიქით ყელში აქვს გაჩხერილი, რომ ჩვენ ვარ დამოუკიდებლები და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება შეგვიძლია ისევ და ისევ ქართული ხალხის კარნახით. ჩვენ რო ქართული ხალხი ერთში არ გვედგეს, ამ ყველაფერს რა თქმა უნდა ვერ გავაკეთებთ. მათ შორის ჩვენ როცა საუბრობდით და განსაკუთრებით სულ ამას ვიხსენებთ ხოლმე, როდესაც მაგალითად ჩვენი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განცხადებაც გააკეთა ამასთან დაკავშირებით, რომ მაშინ, როდესაც ის ფონდები, რომლებიც აფინანსებდნენ ჩვენს ქვეყანაში მათ შორის არეულობას და წარმოადგენენ პირდაპირ deep state-ის სალაროს, ერთ-ერთ სალაროს ჩვენს ქვეყანაში არეულობის შემოსატანად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ ფონდებს, რომელსაც შეეზღუდათ უკვე საქმიანობა იგულისხმება USAID და NED-ი, მთელი deep state-ის აქტიურობა, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ძალისხმევით გარდაიქმნებოდა და გადავიდოდა ევროპაში და ევროპულ ქვეყნებში და მათ მართულ თანამდებობის პირებში, ბიუროკრატიის წარმომადგენლებში. ამას ხედავთ უკვე ყოველდღიურად ლამის დაწყებული ეს ბალტიის პირეთის ქვეყნების ხელმძღვანელობიდან, ლიდერებიდან, გაგრძელებული სკანდინავიიდან, გაგრძელებული ჩეხეთიდან, სამწუხაროდ ეხლა ჩვენ ხედავთ, რომ გერმანიაშიც მსგავსი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და რაც მთავარია, არავით არის საფუძველი. არავით არის დასაბუთება, მხოლოდ სიტყვების ბრახაბრუხი, რომელსაც სამწუხაროდ ქართულ საზოგადოებაში აქვს უარყოფითი განცდა, რომ უსამართლოდ ექცევიან ქართველებს. ჩვენ კი ვერ ვიტანთ უსამართლო დამოუკიდებლობას. ქართველს პირველ რიგში რაც ზულს ეს არის მის ღირსებაზე შეხება და უსამართლობა, როცა მას უსამართლოდ ექცევიან, ეს წარსულში არაერთხელ აქვს დამტკიცებული, რომ ზუსტად ასეთი დამოუკიდებლობის გამო იმახლებდა ხოლმე ქართული ხალხი ხმას და ეხლაც ანალოგიურად იქნება. განსაკუთრებული არის აქ მაგალითად ისევ და ისევ, რა ვიცი რომ გავიხსენოთ, თუნდაც სულ ცოტა ხნის წინდელი ევროკომისარის ადამიანის უფლებათა დარგში მისი განცხადება და მოწოდებები მოგვიწოდებენ, რომ თურმე ჩვენ არ უნდა დავიცვათ ოჯახური ღირებულებები, არ უნდა დავიცვათ ჩვენი მომავალი და ბავშვები და ჩვენ ქვეყანაში უნდა დავაკანონოთ ისევ და ისევ ჩვენი ბავშვების საწინააღმდეგოდ
LGBT პროპაგანდა დაუშვათ სკოლებში, დაუშვათ ბაღებში და ის უბედურება მივიღოთ, რაც ძალიან ბევრ ქვეყანაში ტრიალებს. ამას მოგვიწოდებენ. ამავდროულად მოგვიწოდებენ, რომ საქართველოში ჩარიცხული თანხები არავისთვის არ უნდა იყოს საჯარო, არ უნდა იყოს გამჭვირვალე და Deep State-ის წარმომადგენლებმა თავისუფლად უნდა ხარჯონ აქ თანხები და გვიფინანსონ ქვეყნის არეულობა და ქვეყნის ამოტრიალება. ამ ყველაფერს მოგვიწოდებს კონკრეტული თანამდებობის პირი. და რა გავაკეთოთ ახლა მისი რეკომენდაციები გავიზარდ ბოლოს და რა ვიცი, ავდგეთ და საერთოდ კონსტიტუცია გავაუქმოთ მაშინ. გავაუქმოთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და რასაც ის დაგვიტკაცუნებენ გარედან, საზღვარგარეთიდან ყველაფერი გავაკეთოთ. ეს ჩვენ ყველაფერი გავიარეთ უკვე. გავიარეთ 70 წლის განმავლობაში, როდესაც ჩვენს ქვეყანაში საბჭოთა რეჟიმი იყო. გავიარეთ 200 წლის განმავლობაში, როდესაც აქ რუსეთის იმპერია მოქმედებდა. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ სხვა ესეთი დავალების მიმცემები ყვავდეს და ეს დავალებები ვასრულოთ. ჩვენთვის, ქართული ოცნების გუნდისთვის, ერთ-ერთი დავალების მიმცემი არსებობს, ეს არის ქართული ხალხი. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ჩვენს ეთერში არჩილ გოლდულაძე საუბრობდა.